გამარჯობა. მე დიდი ხანია დიდი გრძელი საინტერესო ვიდეო არ დამიდია ჩემს არხზე. ამისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მოგეხსენებათ, ევროპაში და მათ შორის ჩრდილოეთში მდებარე, ჩრდილოეთ განედებზე მდებარე ჰამბურგშიც აუტანელი სიცხეები იყო, სწორედ იმ სითბური გუმბათის გამო, რომელიც ევროპას ჰქონდა თავზე გადაფარებული და განსაკუთრებით მძაფრი გამოვლინება ამ გუმბათისა იგრძნობოდა სამხრეთ საფრანგეთში. და სწორედ სამხრეთ საფრანგეთის იდუმალი მიწებიდან გვინდა დავიწყო და დავამთავრო დღევანდელი თხრობა. მე მაქვს ვიდეოები, ვისაც არ გინახავთ ახალ გამომწერებს ეხებათ განსაკუთრებით ეს, მაქვს მასონებზე, ტამპლიერებზე, როზენკროიცერებზე, მათასიჯურის ეზოთერიკოსზე და მისტიკოსზე და ასევე ყალბი რელიგიების გამოგონებლებზე, რომლებიც მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში ასრულებდნენ ხალხს და საკმაოდ დიდ სიმდიდრეს აგროვებდნენ, მაგრამ იყო ერთი თემა, რომლის გააშლაც მე ძალიან მინდოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ ერეტიკოსებად შერაცხული ეკლესია, რომლის შესახებაც მე დღეს მექნება საუბარი. ეს ეკლესია, ეს მიმდინარეობა, ეს რელიგია გახლავთ კატარიზმი. ვინ იყვნენ და რას ქადაგებდნენ კატარები, რატომ რელიგია და არა სექტა, რა საიდუმლოებას ინახავდნენ ისეც, რომ მათი სრული განადგურება გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც. სად გაქრა მათი საიდუმლო ცოდნა და რას წარმოადგენდა იგი, რა ბედი ეწია მათ დანატოვარს და რატომ ითვლებიან ისინი ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო გაერთიანებად და მოიძიერა და სისტემატიზაცია გაუკეთე ყველა იმ წყაროს, რომელთანაც ხელი მიმიწვდა, შემთხვევაში რომ პასუხი გამეცა და თქვენამდე მომეტანა კატარების იდუმალი ისტორია, რომელიც საუკუნეების შემდეგაც აფორიაქებს ისეთი ადამიანების ტვინებს, როგორიც ჩემია, რომელსაც ასევე ძალიან აინტერესებს იდუმალებით მოცული ისტორიები და ის ცოდნა, რომელსაც ჩვენი შორეული წინაპრები ფლობდნენ. თხრობა არ იქნება ქრონოლოგიურად ზუსტი, იმიტომ რომ საუკუნეების წინ მომხდარი მოვლენები ერთმანეთს უხილავი ძაფების საშუალებით უკავშირდებიან და სწორედ ამ ძაფებს უნდა გავყვეთ ჩვენ, რომ მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე არა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებამდე ჯერ ვერ მივალთ და ჯერ არავინ მისულა ამ საკითხში, მაგრამ გავერკვეთ მაინც თუ რა ხდებოდა ადრინდელი შუა საუკუნეებიდან ევროპაში და აგერ მოყოლებული თითქმის დღევანდელ დღემდე. მაშასე შევუყვეთ ისტორიის აღმართს, რომელიც საკმაოდ გრძელი იქნება და ზოგჯერ რთულიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თარიღი იქნება, ბევრი სახელი და გვარი იქნება, ბევრი ადგილი იქნება გეოგრაფიული, იქნება მკვლელობები, საიდუმლო ნივთების პოვნა, ძალიან ასევე იდუმალ მდგომარეობაში ადამიანების გაქრობა, იქნება ძალიან დიდი და სერიოზული ტრაგედიებიც და ყველაფერი ეს იქნება ერთი დიდი მოვლენის პატარ-პატარა ნაწილები. 1944 წლის 15 მარტს სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე მიუდგომელ ციხესიმაგრე მონსიგიურის თავზე ნაცისტური გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ლუფტვაფეს თვითმფრინავები გამოჩნდნენ და როგორც თვითმხილველები ყვებიან, თვითმფრინავებმა მონსიგიურისზე გადაფრენისას შექმნეს ისე განლაგდნენ, რომ შექმნეს ძველგერმანული რუნა, რომელსაც ქვია სახელად ანსუზი. ანსუზი არის ძველგერმანული ღმერთის აღმნიშვნელი რუნა. 1944 წლის 15 მარტს 700 წელი გადიოდა ერეტიკოსების უკანასკნელი ციტადელის დაცემის, წმინდა გრაალის თასის და აურაცხელი ოქროვერცხლის იდუმალი გაქრობიდან. 44 წლის აპრილში ამავე ადგილებში გამოჩნდა გერმანული დესანტი. ეს გახლდათ SS-ის ელიტარული დანაყოფის, კიდევ უფრო ელიტარული დანაყოფი ანენერბე. ანენერბეს დავალებით მოქმედებდნენ ისინი და ანენერბეს შესახებ მე მაქვს ძალიან კარგი და დაწვრილებითი ვიდეო, აუცილებლად ნახეთ იგი. და სწორედ აი ამ პერიოდში, როდესაც გერმანიას ძალიან უჭირს და დამარცხება უკვე თვეების ამბავია, გერმანელები აგზავნიან თავიანთ საკმაოდ ელიტარულ და მომზადებულ დანაყოფს სამხრეთ საფრანგეთში, იმ ადგილების
გამოსაკვლევად, რომელიც თითქოს არაფერ შუაში არის ომთან. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში, ევროპაში. თუმცა არა. სანამ მე-13 საუკუნის ბნელ წლებში გადავინაცვლებთ და ვესტგოთების, მეროვინგების, ტამპლიერების, როზენკროიცერების, მასონების, კატარების, დომინიკელთა, შავი ორდენის, ინკვიზიციის და სამეფო კარის და პაპის კარის ჭუჭრუტანებში შევიხედავთ, მანამდე უნდა შევიაროთ ერთ-ერთ პატარა სოფელში, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს და მას სახელად ჰქვია რენ-ლე-შატო. 1885 წელს აქაურ პატარა ეკლესიაში, რომელიც ძლივს უმთქავს უკვე, თითქმის ნანგრევებად არის ქცეული, მსახურებას იწყებს ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური მღვდელი ბერანჟე სონიე. სონიერი 33 წლისაა, კარგი აღნაგობისაა, ენერგიულია, ძალიან ჭკვიანია, ნაკითხია, სულ ახლახან დაამთავრა მან სემინარია და მას უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან კარგ კარიერას, გაცილებით დიდ ქალაქში, სულ 200 კაცი ცხოვრობს რენ-ლე-შატოში. დიდ ქალაქში, სადაც მას მრევლიც მეტი ეყოლებოდა და რა თქმა უნდა შემოსავალიც მეტი ექნებოდა. მაგრამ მან უარი თქვა ასეთ შემოთავაზებაზე, მას ტულუზაში უშვებდნენ და გადაწყვიტა რომ რენ-ლე-შატოში წასულიყო, რომელიც ძალიან ახლოს იყო მისი მშობლიური სოფლიდან, ეს მონტაზელიდან და რომელიც ასევე ლეგენდარული და იდუმალი კარკასონის გვერდით მდებარეობდა საკმაოდ ლამაზ ბორცვზე და ამ ბორცვზე დღესაც არის მისი ამ სოფლის სახლები შემორჩენილი და იგი ძალიან კარგი სანახავია და დღეს შუაშორის ტურისტების მექად არის ქცეული და თუ რატომ ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ნებისმიერი ადამიანის მღვდლისთვის ყოველ შემთხვევაში ასეთ ადგილას გადაცხოვრება და იქ სამსახურის დაწყება, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ნორმალური, არც პრესტიჟული, მაგრამ სონიერმა ასე გადაწყვიტა და არც თუ ისე ტყუილად. 1885-დან 91 წლამდე პერიოდში მისი როგორც მღვდლის შემოსავალი, სოფლის მღვდლის წარმოადგენდა წელიწადში დაიმახსოვრეთ ეს ციფრი 60 ფრანკს. ეს არ იყო ცუდი თანხა იმ დროისთვის, თუ ჩავთვლით რომ მას ასევე მრევლი ხელს უმართავდა, საჭმელი მოქონდათ, სასმელი მოქონდათ, კარგად გამოსდიოდა, მოკლედ ნორმალურად ცხოვრობდა, არც თავზე გადადიოდა, მაგრამ არც შიმშილობდა. 6 წლის განმავლობაში სონიერი ძალიან მშვიდად ცხოვრობს, იგი დადის ტყეში, ნადირობს, თევზაობს, ბევრი საქმე არ აქვს, ეხლა 200 კაციანი სოფლიდან მისი მრევლის დაახლოებით 40-50 კაცია და ბანაოს მთის ანკარა მდინარეებში, ჩანჩქერებში, ზოგადად თქვენ იცით რომ სადაც კირქვებია, კირქვოვანი მასივებია, იქ ყოველთვის ძალიან ანკარა, სუფთაწყლებია, ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ბუნებაა. სონიერს ყავს მოახლე 18 წლის გოგონა მარი დენარნო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იქნება. იგი ხშირად სტუმრობს თავის მეგობარს, ეს სახელიც დავიმახსოვროთ, ალბათ ანრი ბუდეს, რომელიც იქვე მეზობელ დასახლებაში არის მკვდლად, რენ-ლე-ბენი ქვია ამ სოფელს და რამდენიმე კილომეტრშია სულ რენ-ლე-შატოდან. ასევე რენ-ლე-შატოდან რამდენიმე კილომეტრში გახლავთ ბეზიუს ბორცვზე მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც ტამპლიერთა ყოფილი სამფლობელოა. ანუ ძალიან სერიოზული უბანია, სერიოზული ადგილია და თქვენ ამაში თანდათან დარწმუნდებით, ისტორიულად სერიოზულია. ასევე აქედან არც თუ ისე შორს გახლავთ ბერტრან დე ბლანშფორის ციხესიმაგრის ნანგრევები, მისი რეზიდენციის ნანგრევები, რომელიც მე-12 საუკუნეში ასევე ტამპლიერების, ანუ ტაძრის ორდენის მეოთხე დიდი მაგისტრის მფლობელობაში იყო. რენ-ლე-შატო პარალელურად დგას იმ გზაზე, რომელზეც მომლოცველები დადიოდნენ მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეში საფრანგეთიდან სანტიაგო დე კომპოსტელაში. ეს მთელი მხარე სავსე არის ლეგენდებით, წარსულის გამოძახილით, თქმულებებით და იმდენადვე საინტერესოა, რამდენადაც ძალიან ტრაგიკული და სისხლიანი არის მისი ისტორია.
სწორედ ამ დროს სონიერი ოცნებობს, რომ სოფლის ეკლესიის რესტავრაცია დაიწყოს. როგორც გითხარით, ეს ეკლესია, რომელიც მარიამ მაგდალინელის სახელობისაა, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. მისი მეგობარი აბატი ბუდე ეტყვის მას, რომ ჩვეულებრივად მიღებულია ესეთი რამო, შეგიძლია დაიარო კარდაკარ შენი მრევლი და თითო ფრანკიც რო გამოართვა უკვე საქმეა, შეგიძლია რაღაცები დაიწყო და რო დაიწყება, თქვათ, გაწმენდა ამ ეკლესიის აღდგენა, შეიძლება ვინმე, დღევანდელი სიტყვებით რო ვთქვათ, სპონსორიც კი გამოგიჩნდესო. 1991 წელს სონიერი თავის მეგობრის მიერ გამხნევებული მართლაც შეაგროვებს გარკვეულ თანხას და დაიწყებს ეკლესიის ჯერ გაწმენდას. საკურთხეველში დგას ძალიან საინტერესო დიდი ქვა, ბრტყელი ქვა, რომელიც ჯერ კიდევ ვესტგოთებისგან არის დარჩენილი, ეს გახლავთ მე-3-4 საუკუნეებში აქ მყოფი ტომების მიერ დატოვებული ქვა, რომელიც დევს ცოტა მოგვიანებით უკვე ამოყვანილ 4 ბოძზე. აი წარმოიდგინეთ ბრტყელი ქვა, რომელიც 4 ბოძზეა დადებული. ამ ქვას გადაიტანენ, რომ ეს ბოძები გაწმინდონ და აღმოჩნდება, რომ 2 ბოძში არის სიღრუე და ამ სიღრუეში დევს ხის ყუთი, წაგრძელებული ერთშიც და მეორეშიც. სონიერი რა თქმა უნდა გახსნის ამ ყუთებს და აღმოაჩენს 1453 წლით, ანუ მე-13 საუკუნის შუა რიცხვებით დათარიღებულ პერგამენტის გრაგნილებს, რომელშიც ძირითადად არის ბლანკა კასტილიელის სამეფო ოჯახის გენეალოგია და ჩამოწერილი და მისი ბეჭედიც ადევს. მეორე არის 1608 წლით დათარიღებული, აქ უკვე ფრანსუა პიერ დოპულის ბეჭდით არის იგი დაბეჭდილი და აქაც გენეალოგიური ხეა, რომელიც რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ დიდი ხელაღირებულებას არ წარმოადგენს და არის კიდევ მესამე დოკუმენტი, რომელიც ორივე მხრიდან არის ნაწერი და კანონიკ ჟან-პოლ დე ნეგრ დე ფორდაჟანის მიერ არის ხელმოწერილი და 1753 წელს განეკუთვნება. და არის კიდევ ერთი მეოთხე, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ იცოდა სონიერმა. ეს დოკუმენტები დაახლოებით 1790 წელს სონიერის წინამორბედმა, ორით წინამორბედმა, აბატმა ანტუან ბიგუმ დატოვა და სხვათა შორის აბატი ბიგუ ბლანშფორების ოჯახის პირადი მოძღვარი იყო. ეს ბლანშფორები გახლავთ გრაფები, რომლებიც განაგებდნენ ადგილობრივ მიწებს და ეს ოჯახი საფრანგეთის რევოლუციამდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიწათმფლობელად ითვლებოდა სამხრეთ საფრანგეთში. ბიგუ საკმაოდ კარგი მფარველობის ქვეშ არის. დოკუმენტი შეიცავდა ძალიან საინტერესო და უცნაურ წარწერებს. იგი იყო ახალი აღთქმიდან, რა თქმა უნდა, დიდი ფრაგმენტები იყო მოყვანილი ლათინურ ენაზე. პერგამენტის მეორე მხარეს კი იყო არათანმიმდევრულად დაწერილი რაღაც ასოები და სიტყვები, მათ შორის იყო ადგილები გამოტოვებული, ზოგიერთი ასო იყო დიდი, ზოგიერთი იყო პატარა, ზოგიერთი ამოყირეებული, ზოგი ისრით სხვაგან იყო გადატანილი და ასე შემდეგ, ერთმანეთის თავზე ეწერა რაღაც ასოები, ერთმანეთის ქვემოთ ეწერა და აშკარა იყო, რომ ეს იყო მეტად რთული შიფრი, რომლის წაკითხვაც გასაღების გარეშე შეუძლებელი იყო. აი თქვენ ხედავთ ამ წარწერას, რომელიც თარგმნეს და თვითონ სონიერმა თარგმნა, იმიტომ რომ ლათინური იცოდა მან ძალიან კარგად. და აი რა წერია აქ, სიტყვა სიტყვით. წყემსი ქალი, არავითარი ცდუნება, პუსენი და ტენიერსი ინახავენ გასაღებს. მშვიდობა 691. ჯვრითა და ღვთის ამ ცხენით მე ვანადგურებ მცվել დემონს შუადღისას. ლურჯი ვაშლები. სხვაშორის ლურჯი ვაშლები რეალურ ეფექტს ეყრდნობა, ოპტიკურ ეფექტს, რომელიც წარმოიქმნება ამ ეკლესიაში, მაგდალინელის ეკლესიაში, ჩასმული ფერადი ვიტრაჟის, ვიტრაჟთაც ეცემა მზე, იატაკზე გამოისახება ლურჯი ფერის ესეთი წრეები და ამას ლურჯ ვაშლებს ეძახიან. ხოლო ნიკოლა პუსენი გახლავთ ცნობილი მხატვარი და მის შესახებ ჩვენ ცოტა ქვემოთ ვისაუბრეთ და ტენიერსის შესახებ ძალიან საინტერესო ორი ტიპაჟია. მეორე დოკუმენტში, ანუ მეორე ნაწილში ამ დოკუმენტის
წერია აი ეს წარწერა და ითარგმნება ასე. მეფე დაგობერტ მეორეს და სიონს ეკუთვნის ეს განძი და იგი არის მკვდარი. და სწორედ ეს შემაშინებელი ფრაზა გახდა საფუძველი თეორიისა, რომ კატარებისა და ტამპლიერების მიწაზე მიროვინგების უცნაური დინასტიის საიდუმლო ინახებოდა. მიროვინგები გახლავთ ფრანკი მეფეების დინასტია, რომლებიც მეფობდნენ მე-6-მე-7 საუკუნეებში. არ იყო ეს დიდხნიანი დინასტია, მათ ასევე სხვათა შორის ჯადოქარ მეფეთა დინასტიასაც უწოდებდნენ და საქმე იმაშია, რომ მიროვინგებს ვინც უმტრო, ყველა საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკვდა. დაგობერტ მეორე 676-679 წლებში მეფობდა, სულ რაღაც 3 წელი იმეფა, მაგრამ უკვე გაითქვა სახელი იმით, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის ზედმეტ გავლენებს, გაბატონებას ეკლესიისა ყველა სფეროში, მათ დიქტატს და რადგან მოიცილა ზედამხედველობა, დაგობერტმა შექმნა ძლიერი და ცენტრალიზებული სამეფო, რომელსაც ყავდა საუკეთესო ჯარი, ეს სულ 3 წლის განმავლობაში მოახერხა ამ ახალგაზრდა მეფემ და ასევე ძლიერი ეკონომიკა. მან წინ წამოწია ღვინის მრეწველობა, განავითარა სავაჭრო გზები სხვადასხვა რეგიონებთან და ძალიან ძლიერი ეკონომიკურათაც და ფიზიკურათაც თავისი ჯარით ძლიერი მეფე იყო, მაგრამ ეს ასეთი გაძლიერება, რა თქმა უნდა, არ აწყობდა ეკლესიას, არ აწყობდა იმ დიდგვაროვნებს, რომლებიც აი ამ მიწების ირგვლივ ცხოვრობდნენ და იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანთან რაღაც კავშირი დაემყარებინათ და მაქსიმალურად ეცადათ, რომ გაერთიანებულიყვნენ და რაღაცა ერთიანი და ძლიერი შეექმნათ, ამის მაგივრად იგი ღალატით მოკლეს. მას სხვათა შორის მიეპარა თავისივე საკუთარი ნათლული და თვალში შუბი ატაკა. დაგობერტს დარჩა მემკვიდრე სიგიბერტი, 12 თუ 13 წლის იყო, მას ეკუთვნოდა ასვლა ტახტზე, მაგრამ სრულიად იდუმალ ვითარებაში გაქრა მკვლელობიდან მესამე დღეს. 751 წელს მიროვინგების სამეფო დინასტია საბოლოოდ დასრულდა, როცა სამეფო კარის მაჟორდომმა პიპინ მოკლემ ჰილდერიკ მესამე დაატყვევა, ეს იყო მიროვინგების ბოლო მეფე და მონასტერში გამოამწყვდია, სადაც იგი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მოკლეს. ზოგადად მეროვინგების დინასტია ძალიან საინტერესო დინასტია, საინტერესო მოვლენაა თვითონ ევროპის ისტორიაში და მის ადრეული საუკუნეების ისტორიაში, ამიტომ ვისაც მსგავსი თემები გაინტერესებს, შეგიძლიათ მოიძიოთ მათ შესახებ ინფორმაცია, მე აქ ამაზე ახლა დროს არ დავკარგავ, ოღონდ ერთ და მთავარს ვიტყვი. ერთ-ერთი იმ დროს გავრცელებული ლეგენდის მიხედვით და არა მხოლოდ იმ დროს, შემდეგაც ამ ლეგენდას ძალიან დიდი და გრძელხნიანი სიცოცხლე ეწერა და იგი 21 საუკუნესაც გადმოწვდა, აი ამ ლეგენდის მიხედვით ქრისტე ჯვარზე არ მომკვდარა. იესოს ფარული მოწაფე გახლდათ იოსებ არიმათიელი, რომელმაც პილატეს მიაკითხა ჯვარცმის შემდეგ და უთხრა, რომ მე ჩამოხსნი ჩემს მასწავლებელს და გავაპატიოსნებ წავიღებ ღვინეში და პილატემ ნება დართო. როგორც ლეგენდა იუწყება, არიმათიელმა თავის მიერ მცენარეული რაღაც ნაყენებით და იარების მოსაშუშებელი სხვადასხვა მალამოებით გააცოცხლა მასწავლებელი, იესომ დატოვა იერუსალიმი, როგორც კი გამოჯამრთელდა, თან წაიყვანა მარია მაგდალინელი, ისინი წავიდნენ სამხრეთ საფრანგეთში, აქ მათ გაუჩნდათ შვილი და სწორედ ამ შვილის შთამომავლები არიან მიროვინგებიო. კარგი, ცოტა ხნით ამ თემას მოვეშვათ, თუმცა ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით მას და დაუბრუნდეთ სონიერს. სონიერმა გააცნობიერა, რომ მართლაც რაღაც ძალიან საინტერესო ამბავთან ჰქონდა შეხება და სოფლის მერს მიადგა, უთხრა, რომ ესეთი დოკუმენტები ვიპოვე, მან უთხრა, რომ კარკასონის ეპისკოპოსთან წაიღო, კარკასონი, როგორც გითხარით, იქვე ახლოს მდებარე საკმაოდ დიდი ქალაქი სიმაგრეა და ჩვენ არ ვიცით რა იფიქრა კარკასონის ეპისკოპოსმა, მაგრამ წაიკითხა თუ არა ეს დოკუმენტები, მისცა ფული სონიერს, საკმაოდ დიდი თანხა, უთხრა, რომ სასწრაფოდ წასულიყო პარიზში და გარკვეული
მაღალი თანამდებობის ეკლესიის პირებისთვის გაეცნო ეს ყველაფერი. სონიერი პარიზში ჩავიდა, რაც დავალებული ქონდა გააკეთა და ამის შემდეგ იწყება მისი ტრიალი მაღალი წრის წარმომადგენლებში. ამ მაღალი წრის წარმომადგენლები იქაური კულტურული ელიტა გახლავთ აბატი ბეი, სან-სულპისის მონასტრის წინამძღვარი, სემინარიის დირექტორი და მისი დეიდაშვილი ემილ ოფე, რომელიც გახლავთ ლინგვისტი, კრიპტოგრაფი, ანუ შიფრების სპეციალისტი და პალეოგრაფიის ძალიან კარგი მცოდნე. გარდა ამისა, მიუხედავად მისი ასეთ სასულიერო მოღვაწეობისა, ამ ოფესი იგი გახლავთ ასევე ეზოთერიკისადმი ძალიან მიდრეკილი და მას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა საიდუმლო საზოგადოებებთან თუ სექტებთან, რომლებიც ესეთ ოკულტურ მეცნიერებებს სწავლობენ და მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც ასეთი ოკულტური მეცნიერებები პიკზეა ასული და ბევრი ადამიანი ერთობა ამ რაღაცეებით. ოფე ასევე შედის იმ კულტურულ წრეში, რომლის წევრებიც არიან სტეფან მალარმე, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოეტი, ფრანგი, მორის მეტერლინკი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი კომპოზიტორი კლოდ დებიუსი და ძალიან ცნობილი ლამაზმანი და პარალელურად ცნობილი მომღერალი ემა კალვე. ამ გარკვეულწილად იატაკქვეშა ორგანიზაციის ქურუმია თითქოს ეს ქალი, იგი ძალიან ლამაზია, როგორც თქვი, ძალიან ჭკვიანია და მას ხელში უჭირავს აი ამ საზოგადოების სადავეები. სონიერმა პარიზში გაატარა 3 კვირა, ძალიან ნაყოფიერად. ჩვენ არ ვიცით თუ რა კვალი დატოვა მან უმაღლეს იერარქებში საეკლესიოში, მაგრამ ვიცით რომ ძალიან სერიოზული კვალი დატოვა აი ამ ოკულტურ საზოგადოებებში. სხვაშორის მალევე მისი საყვარელი გახდა ემა კალვე და იგი ძალიან ხშირად ჩადიოდა შატოში და ბოლო დრომდეო, როგორც ამბობენ, ერთ-ერთ კლდეზე იყო ამოტვიფრული მათი მონოგრამები, რომლებიც გულის ფორმით ერთმანეთთან იყვნენ ჩახვეულები. მე მცირე ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთო. სენ-სულპისის ეკლესია არის სწორედ ის ადგილი, სადაც მოგვიანებით დენ ბრაუნმა კოდ და ვინჩიში ცენტრალურ ლოკაციად აქცია ის და სადაც ალბინოსი სილასი ვარდების ხაზს ეძებდა. თუ არ გაქვთ წაკითხული ეს წიგნი, წაიკითხეთ. საკმაოდ საინტერესოა, მართალია. ძალიან თავიდან ბოლომდე ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ წერლის ფანტაზიის, მაგრამ საინტერესოდ არის დაწერილი. რენლე შატოში დაბრუნებული სონიერი აგრძელებს არესტავრაციო სამუშაოებს, მას ფული აქვს უკვე, პარიზიდან წამოიღო და მიწიდან ამოაქვს, მიწის სიღრმიდან ძალიან საინტერესო სიმბოლოებით დაფარული ბრტყელი ფილა, რომლის ქვეშაც ვიღაც დიდგვაროვანი ნეშტი დევს, ჩონჩხი. როგორც ვარაუდ, ეს ჩონჩხი მე სადღაც გაქრა. როგორც ვარაუდობენ, ეს იყო ერთ-ერთი მეროვინგის ჩონჩხი, რომელიც ძალიან საინტერესო იქნებოდა ახლობლად მისი ძვლები რო გადარჩენილი იყოს, რა თქმა უნდა, გააკეთებდნენ დნმ-ის ანალიზს და ჩვენ ძალიან ბევრს გავიგებდით მეროვინგების შესახებ. ამის შემდეგ რატომღაც სონიერი აგრძელებს საფლავის ქვების ძებნას. იგი ძველ საფლავის ქვებს ეძებს, ახალ საფლავის ქვებს ეძებს, სხვა სასაფლაოებზე დადის სხვა სოფლებში, მაგრამ იქვე ყურისძირში აღმოაჩენს ბალახებში ჩაფლულ საფლავის ქვას, რომელიც ეკუთვნის მარიას მარკიზა დოპულ დე ბლანშფორს. ბლანშფორები, როგორც გითხარით, ეს იყო საკმაოდ დიდი და ძლიერი გვარი, რომელიც ფლობდა მიწებს იმ ადგილებში. საფლავის ქვის ასაკი 100 წელზე ცოტა მეტია და მასზე არის წარწერა. მაგრამ წარწერა არის უკუღმა დაწერილი. როდესაც მან სარკისებურად წაიკითხა ეს წარწერა, აღმოჩნდა, რომ იგი ზუსტად იმეორებს იმ დოკუმენტს, რომელშიც აი ეს უცნაური შიფრი იყო განთავსებული. და თუ კი ამასოებს წესიერად დავალაგებთ, აქაც ჩნდება პუსენისა და ტენიერსის სახელი. ნიკოლა პუსენი, ფრანგი მხატვარი, ძალიან ცნობილი და მისი ნახატი არკადიის მწყემსები. ამ ნახატზე გამოსახული არის საფლავის ქვა ლათინური წარწერით et in Arcadia ego. Arcadiაშიც კი მე აქ გამოტოვებულია სიტყვა, მაგრამ უნდა იყოს სიკვდილი ვარ. ანუ არკადიაშიც კი სიკვდილი ვარ.
საოცარი ის არის, რომ ლენ-ლე-შატოს მახლობლად სოფელ ლე-პონტილთან მართლაც იპოვეს ზუსტად იგივე ფორმის და იგივე წარწერის მქონე ქვა და პარალელურად, როდესაც გაიხედეს ის პეიზაჟი, რომელიც პულსენს აქვს დახატული, ის პეიზაჟი იყო უკან. ანუ ფაქტიურად ეს ქვა მართლაც არსებობდა. თუ რას ნიშნავდა ეს არკადიელი მწყემსები, რატო იყვნენ ისინი ასე გაკვირვებულები, ვინ იყო ის ქალი, რომელსაც ერთ-ერთ მწყემსზე ხელი უდევს, ეს არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს, იმიტომ რომ პულსენს ამის შესახებ არაფერი დაუწერია და არც მინიშნება დაუტოვებია, ხოლო 1983 წელს ეს საფლავის ქვა ააფეთქა იმ მიწის მფლობელმა, რომელზეც ეს ქვა მდებარეობდა. რატომ? იმიტომ რომ აქ ტურისტების მოზღვევება იყო და ვეღარ აიტანა ამ კაცმა ამდენი ტურისტი და პირიქითი რეაქცია გამოიწვია. ამ ადგილებში ტურისტების რაოდენობა გაცილებით მოიმატა და იმ ადგილას, სადაც ეს ქვა ააფეთქეს, იქ სელფის მოყვარულთა მთელი არმია ჩადგა, მაგრამ აქ უკვე ამ კაცის შთამომავლებმა დიდი მესერი შემოავლეს ამ ადგილს და უკვე იქ ვეღარავინ შედის. დევიდ ტენიე უმცროსის ნახატები ძალიან უცნაურია. მას მთელი სერია აქვს შექმნილი წმინდა ანტონიუსის ვნებების მიხედვით. ეს ნახატები ძალიან წააგავს, ფაქტიურად თვათ ასლი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ აქვს მას გადმოღებული ჰიერონიმუს ბოსხის სტილიდან და მოგეხსენებათ ბოსხსაც აქვს წმინდა ანტონიუსის ვნებებზე მიძღვნილი ძალიან სერიოზული პანო, რომელიც მართლაც შემზარავია, წმინდანის ვნებებს ასახავს ძალიან საინტერესო ფორმით. ლეგენდა გვიამბობს, რომ 312 წელს ანტონიუსმა ყველაფერი ღარიბებს დაურიგა, ზუსტად მისდევდა იგი ქრისტეს ცნებას და განდეგილად, ისევე როგორც ქრისტე, წავიდა უდაბნოში. თქვენ გახსოვთ, როდესაც ქრისტიანი უდაბნოში წავიდა, მის საცდუნებლად ეშმაკი გაჩნდა იმავე წამს და მისი ცდუნება დაიწყო. ანალოგიური რამ დაემართა ანტონიუსსაც. ანტონიუსი ის წინაშე ჩნდებოდა სხვადასხვა გამოსახულებები, მას ხან მომხიბლელი ქალები გამოეცხადებოდნენ, ხან დრაკონები, ხან რაღაც ურჩხულები, ხან პირიქით კეთილი ადამიანები, მაგრამ ანტონიუსი მედგრად იდგა და ყველა ამ ცდუნებას უძლებდა. საინტერესო ფაქტია აქ ის, რომ მეზობელ რაიონებში ანტონიუსის მსგავსად ასეთი ჰალუცინაციები, მოდით ასე დავარქვათ მეცნიერულად, ანუ ზმანებები ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა. როგორც კი ეს გაუჩნდებოდათ, ისინი წმინდა ანტონიუსთან მიდიოდნენ და გზაში გამოჯამრთელდებოდნენ ხოლმე. ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. თანამედროვე მეცნიერებმა ყველაფერი ეს ძალიან ადვილად ახსნეს, იმით რომ ეს ხალხი იკვებებოდა ჭვავის პურით. ჭვავს კი უჩნდება, ეგრეთ წოდებული ჭვავის რქა, ეს გახლავთ პრიმიტიული სოკო, რომელიც შეიცავს არგოლინს. არგოლინი გახლავთ დაახლოებით ისეთივე ჰალუცინოგენი, როგორიც LSD არის, რომელიც იწვევს ძალიან მდგრად, ძალიან ფერადოვან და ძალიან ხელშესახებ ჰალუცინაციებს. და სწორედ ამ დაავადებას, როდესაც ადამიანი ამ ჰალუცინაციების ნახვას დაიწყებდა, უწოდებდნენ წმინდა ანტონიუსის ცეცხლს. და ერთადერთი მკურნალობა იყო ის, რომ მას ჭვავისგან გაუმწვარი პური არ ეჭამა, ეს არგოლინი, ეს ტოქსინი არ მიეღო და ერთ-ორ დღეში მისი გონება ისევ იწმინდებოდა. სწორედ ასეთი ნახატები, ძალიან საინტერესო ნახატები, როგორც ხედავთ, შეიძინა რენიერმა რენ-ლე-შატოსთვის და დღემდე იქ ინახება ისინი. რატომღაც სონიერი, როდესაც პოულობს მარიას საფლავის ქვას, რომელზეც ეს წარწერები არის გამოსახული, იგი პერგამენტზე გადაიტანს, გადახატავს, ასლს გააკეთებს ამ ქვაზე რაც წერია, ხოლო ქვას გაანადგურებს. დიდი ჩაქუჩით დაამტვრევს ნაწილ-ნაწილ და ამ ნატეხებს აქეთ-იქეთ მიმოფანტავს. ამ დროიდან მოყოლებული იგი თავის ერთგულ მოახლესთან მარიასთან ერთად იწყებს სიარულს სხვადასხვა სოფლებში, პოულობს რა მსგავს ქვებს, იგი ასევე ანადგურებს და ძალიან საინტერესო რამ არის ის, რომ იგი 12 ასეთ ასლს შეაგროვებს, ანუ 12 ქვას გაანადგურებს და მათგან ასლებს აიღებს და ამავე პერიოდში იგი აკეთებს ესეთ უცნაურ რამეს.
მიმოწერას იწყებს სრულიად უცნობ ადამიანებთან იმ იმედით, რომ უпроსტად წერია იმ წერილებში, რომ თუ მიიღებთ ჩემს წერილს, უკან გამომიგზავნეთ. ჩადეთ თქვენს კონვერტში და უკან გამომაგზავნეთ. აგზავნის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, არა აქვს უშუალოდ ესპანეთში, პორტუგალიაში. იქიდან ჩამოდის წერილები, რა თქმა უნდა, მათ მარკები აკრია და აღმოჩნდა, რომ სონიერი იწყებს მარკების შეგროვებას. კოლექციონერი ხდება, აგროვებს ძალიან დიდარ კოლექციას მარკებისას და პარალელურად იწყებს რაღაც დამალულ თამაშებს და საქმეებს სხვადასხვა ბანკებთან. იმდენად საინტერესოდ, რომ ორი ძალიან დიდი ფრანგული ბანკის თანამფლობელი მასთან ჩამოდის რენ-ლე-შატოში, ისინი საათების განმავლობაში რაღაცეებზე ბჭობენ და 1996 წლიდან მოყოლებული სონიერი იწყებს ფულის აუხსნელ და უპრეცედენტო ხარჯვას. 1917 წელს, როდესაც იგი გარდაიცვალება, როდესაც დათვლიან თუ რეები აქვს მას ნაკეთები, გამოთვლილია, რომ დაახლოებით 200 მილიონ ფრანკამდე უნდა ქონოდა მას. ეს დახარჯული რაც იყო. ამ ფულის ერთი ნაწილი მან სხვაჯერ სოფელს მოახმარა, სოფელში გაიყვანა წყალსადენი, კანალიზაცია, გაამაგრა სახლების კედლები, მაგრამ სხვა ხარჯები ცოტა უცნაური იყო. მაგალითად, მან ბორცვის წვერზე ააგო მაგდალინას, თურ მაგდალა, ესეთი კოშკი და ასევე ააშენა ვილა ბეთანია, საკმაოდ დიდრული ვილა, სხვაჯერ რომელშიც ცხოვრება არ დასცალდა. ახლა თვითონ რაც შეეხება იმ ეკლესიის ისტორიას, რომელიც რენ-ლე-შატოშია, მარია მაგდალინელის სახელობის. მისი ისტორია იწყება შუა საუკუნეებიდან და ვარაუდობენ, რომ პირველი სამლოცველო აქ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში მეროვინგების დროს აშენდა. მოგვიანებით მე-19-11 საუკუნეებში იგი გადაკეთდა და ჩამოყალიბდა ძირითად ნაგებობას, რომელსაც დაერქვა მარია მაგდალინელის სახელი. იგი იყო ესეთი მე-12 საუკუნის რომაული სტილის ეკლესია. შემდეგ იგი მიინგრა და სონიერს ეკლესიისთვის სახელი არ შეუძლია, უბრალოდ მან ეკლესიის რესტავრაციას მოაყოლა ის, რომ მარია მაგდალინელის სახელი აიყვანა მაქსიმალურ დონეზე, მაქსიმალურად გაბერა მისი მნიშვნელობა და ვიზუალურად განავრცო კიდეც. განავრცო როგორ, მან ჩაატარა ეკლესიის გრანდიოზული რეკონსტრუქცია, დააგო ახალი იატაკი, შეუკვეთა ეკლექტური მკვეთრი ფერის რელიეფები, აი თქვენ ხედავთ მათ და შესასვლელში დადგა ასმოდეუსის ქანდაკება. ასმოდეუსი გახლავთ ძალიან ძველი და ძალიან ძლიერი დემონი დემონოლოგიაში. ეკლესიის თავზე მან გააკეთა ასეთი წარწერა Terribilis est locus iste. ანუ სიტყვასიტყვის ეს ნიშნავს ეს ადგილი საშინელია. ბიბლიურად ეს გახლავთ იაკობის სიტყვები, როცა მან ანგელოზთა კიბე იხილა. მაგრამ როცა ტაძრის შესასვლელთან ათავსებ ესეთ წარწერას, ხოლო ტაძარში შედიხარ თუ არა ასმოდეუსის ქანდაკება გეგებება და როდესაც იცი რომ ასმოდეუსი გახლავთ საზარელი დემონი, რომელიც იცავს საიდუმლოებებს და დამალულ განძს და როგორც სხვაიშორის ერთ-ერთი იუდეური ლეგენდის მიხედვით ასმოდეუსი მონაწილეობას იღებდა სოლომონის ტაძრის მშენებლობაშიც, რაღაც ცოტა მისტიკური შიში გიყრობს, რა თქმა უნდა, ხო? ეკლესიის კედლებზე არის გამოსახული ძალიან უცნაური ნახატები და ბარელიეფები და ძალიან აცდენილი ზოგადად წმინდა წერილის და სახარებისეულ ნაწერებს. და სწორედ აი მაგდალინელისადმი ასეთმა განსაკუთრებულმა და ხაზგასმულმა მოწიწებამ, ყურადღებამ აი ამ ეკლესიაშიც გამოვლინდა მისცა ბიძგი ლეგენდას იმის შესახებ და აი ჩვენ არ ვიცით მეოთხე დოკუმენტი, რომელიც დაფარული არის, რომელიც დღემდე არ არის ცნობილი რა ეწერა მასში. ამბობენ, რომ ამ დოკუმენტში ეწერა და იყო დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ მართლაც იესო ქრისტესა და მარია მაგდალინელს ჰქონდა ფარული კავშირი, დუღია კავშირი და მათ თავმავლობას ეხებოდა ყველაფერი ეს. ამ მეტად კურიოზული მორთულობით არ დაკმაყოფილებული სონიერი აგრძელებს ფულის აქეთ-იქეთ ფანტვას, იგი ყიდულობს ძალიან
იშვიათ ჩინურ ნაკეთობებს, ძვირფას ქსოვილებს, ანტიკურ ქანდაკებებს, აშენებს ორანჟერეას, ზოოლოგიურ ბაღს. ეს ორანჟერეები და ზოოლოგიური ბაღები ეთყობა ესე უცებ გამდიდრებული ადამიანების ბზიკი არა ვიცი. აგროვებს დიდებულ ბიბლიოთეკას და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ისეთი წიგნსაცავის აგებას აპირებს, როგორიც გამოსახული არის, როგორცაც გამოსახავდნენ აი ბაბილონის გოდოლს. და როდესაც ამას დაასრულებდა ბაბილონის გოდოლის ყველაზე ზემო და სართულიდან იგი ქადაგებას დაიწყებდა. არ დასწავდა. იგი სხვაშორის არ ივიწყებს თავის მრევლს, მუდმივად მათთვის აწყობს ბანკეტებს, უკეთებს საჩუქრებს დაბადების დღეებზე და ისე სხვადასხვა დღესასწაულებზე და იქცევა ისევე როგორც თქვა დიდგვაროვანი სინიორი, რომელიც მიუვალი ციხესიმაგრიდან მართავს საკუთარ ქვეშევრდომებს. იგი ცნობილ სტუმრებსაც მასპინძლობს და მათ შორის არის, როგორც გითხარით, ემა კალვე, ასევე საფრანგეთის კულტურის მინისტრი, ასევე ერცჰერცოგი იოჰან ჰაბსბურგი, მოკლედ ელიტარულ საზოგადოებაში ტრიალებს ჩვენი აი პატარა სოფლის მღვდელი. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება ყველაფერ ამაზე, ამას ხო ყველა ხედავს, რაღაცა სხვა უცნაური რამე ხდება. ყველა თვალს ხუჭავს. აი კარკასონში არის მთავარი ეპისკოპოსი იგზის და როდესაც აი ეს ეპისკოპოსი რომელიც ურჩევს მას რომ პარიზში წაიღოს ყველა ეს დოკუმენტები, როდესაც ის გარდაიცვლება, კარკასონში ახალგაზრდა ძალიან ენერგიული ეპისკოპოსი მოდის, რომელიც გაიგებს სონიერის ამბებს და დაიწყებს გამოძიებას. გამოძიებას დაიწყებს, იქ რაღაც ბევრ ცუდ რაღაცას იპოვის იგი და მიაღწევს იმ ამბავს, რომ სონიერს აუგრძალავენ ღვთისმსახურებას. მაგრამ სონიერი არ არის, იგი დაჯდება არ ვიცი რაზე, ყოველ შემთხვევაში რომის პაპთან ჩადის, ეუბნება მას აუდიენციაზე რაღაცას და რომის პაპი სპეციალური ბრძანებულებით აღადგენს კი არა პირიქით ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს ყველასგან სონიერს. ანუ რა ვიფიქროთ? ვიფიქროთ ის, რომ სონიერს აქვს რაღაცა ბერკეტი ხელთ, რომლის საშუალებითაც იგი ნებისმიერ კარს აღებს, ყოველ შემთხვევაში კათოლიკურ ეკლესიაში და პაპიც კი და ეპისკოპოსზე აღარ არის საუბარი, პაპიც კი ყურებით ყავს დაჭერილი შეიძლება ითქვას. 1917 წელია, 17 იანვარი და სიცოცხლის 65 წელს ჯანღონით სავსე მხიარული დიდარი და ბედნიერი სონიერი სიკვდილის პირასაა. მას ინსულტი დაარტყამს თუ ემართება, მრევლი გაკვირვებულია, იმიტომ რომ მღვდელმა იმ დილით ქადაგება გააკეთა, თუ იქადაგა, იყო მშვენივრად გამოიყურებოდა და საღამოთია ესეთი რამ დაემართა. ეს ხდება 17 იანვარს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ მისმა მოახლემ მარი დენარნომ 12 იანვარს შეუკვეთა კუბო თავისი პატრონისთვის. ეს არაფერში არ ჯდება. სონიერი სიკვდილს არ აპირებდა. პირიქით იგი ბაბილონის კოშკის აღებას ცდილობდა და სიკვდილის უլარ უნდოდა. რატომ გააკეთა ამ ქალმა ეს ამბავი, არავინ იცის, ეს ახლა იქ თეორიები არსებობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ძალიან მადლიერიც იყო და ძალიან მიბმული იყო მღვდელზე, სონიერზე, თითქოს რომ ანუ მოკლავ. არანაირი რეზონი ამ ქალის მიერ სონიერის მოკლას არ ქონდა. არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ესეც საინტერესო რამ მოხდა. სონიერი უცებ არ გარდაცვლილა, მას გონება შერჩენილი ქონდა, უბრალოდ დამბლა ქონდა დაცემული და ამიტომ ზიარებისთვის მას მეზობელი სოფლიდან მღვდელი მოუყვანეს, იგი განმარტოვდა სონიერთან ცალკე ოთახში, იქ სადაც იგი იწვა და ნახევარ საათში შეშლილი სახით გამოვარდა, როგორც თვითმხილველები ყვებიან და უკან მოუხედავად გაიქცა, თან იძახდა, რომ არა, მე ამას ვერ ვაზიარებ, არ ვაზიარებ. ამბობენ, რომ არ ვიცი, ამდენად მართალია, ყოველ შემთხვევაში, რომ იგი ღრმა დეპრესია მოიცვა, მას ამ დღის შემდეგ იგი გაღიმებული არავის უნახავს, თუმცა დიდხანს ეს ამბავი არ გაგრძელებულა. 5 თვის თავზე მღვდელმა თავი მოიკლა. ეს მართლაც ექსტრაორდინარული რამ არის, მოგეხსენებათ სასულიერო პირებისთვის თვითმკვლელობა ფაქტიურად ყველაფერზე ხაზის გადასმა. 23 იანვარს მის ცხედარს მოკაზმავენ, ჩააცმევენ უძვირფასეს ტანსაცმელს
ესეთი პომპონებით და რაღაცები კიდია მას, წითელი ფერის არის, ოქროს ფერით არის და ოქროებით არის გაწყობილი და ვილა ბეთანიის წინ დასვამენ დიდ ძვირფას სავარძელში. უამრავი ადამიანი მოდის მასთან გამოსამშვიდობებლად, მათ შორის ბევრი არის გამოჩენილი პიროვნებები, ისინი რეალურად გლოვობენ ამ კაცის გარდაცვალებას. ხო, არავის არ უკვირს ასეთი მისი დაკრძალვა თუ ეს ცერემონია, რომელ ქრისტიანულ წესებში წერია მსგავსი რამ, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად რომ მოხდა ეს ფაქტია. 24 იანვარს სონიეს დაკრძალავენ და ყველა გაფაციცებით ელოდება ვის დარჩება ანდერძით, აემხელა ქონება და გახსნიან ანდერძზე იქ წერია რომ მე არაფერი არ მაქვს და თუ კი რამე მაქვს ვილა და მაგდალინელის კოშკი ჩემს მოახლეს გადაეცემაო. მარიასთან საინტერესო ისტორია არის დაკავშირებული 1946 წელს საფრანგეთის მთავრობამ ჩაატარა ფულის რეფორმა. ზოგადად ეს დიდი ომების შემდეგ ყოველთვის ხდება, იმიტომ რომ იქ ძალიან ფინანსური დიდი არეულობებია ხოლმე, ფული გაუფასურებულია, არის სპეკულაცია და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც წესი, დიდი გარდატეხის პერიოდების შემდეგ ფული იცვლება და ასეთი რამ გააკეთა მთავრობამ, რომ ვისაც გაქვთ ძველი ფულის ნიშნები, ძველი ფრანკები, თქვენ შეგიძლიათ 7 თვის განმავლობაში გადაცვალოთ, მოხვიდეთ ახალ ფულის ნიშნებზე და 1 მაისიდან ეს ყველაფერი შეწყდება. ყველა ფიქრობს რომ მარია წავა და რაღაცა ფული აქვს, იმიტომ რომ აშკარად კარგად ცხოვრობს ეს ქალი. მარტო კი ცხოვრობს, არ უღალატია თავისი მრწამსისთვის, იგი თლად მონაზონი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთ ასკეტურად ცხოვრობს. გადადებს, არ გადაცვლის თუ კი რამე აქვს. მას არ გადაცვლის და როდესაც 2 მაისი დადგება, 2 მაისის ღამეს მეზობლები, განცვიფრებულები უყურებენ მარიას ქცევას, მას ეზოში ჩემოდნებით გამოაქვს. ესეთი დასტები ფულის და კოცონს ანთებს და მასში წვავს კოცონი რამდენიმე საათის განმავლობაში იწოდაო. 1953 წელს მარია ისევე როგორც მისი პატრონი გარდაიცვლება ინსულტით და თან წაიღებს საიდუმლოც, რომლის ამოხსნაზეც დღემდე იმტვრევენ თავს. მაშასე შევაჯამოთ. ბერენჟე სონიერი ეკლესიის რესტავრაციისას პოულობს რაღაც ისეთს, რაც მატერიალურად არ განისაზღვრება და არ განიზომება. ეს არ არის ოქრო ვერცხლი, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. არამედ ეს არის დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ეს ადამიანი უბრალო მღვდლიდან გადაიქცა ძალიან გავლენიან და ძალიან მდიდარ ადამიანად. სავარაუდოდ იგი ფლობდა ინფორმაციას, რომელსაც შეეძლო 2000 წლიანი რელიგიის საფუძვლების შერყევა. რასაც რა თქმა უნდა კოლოსალური ძვრები მოყვებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ანუ მას შეეძლო სრულიად შეეცვალა, თუ ამას გაამჟღავნებდა, სრულიად შეეცვალა ქრისტიანობის აზრი და არსი. როგორც ჩანს, ამის ეშინოდა ვატიკანს და ამით სარგებლობდა ბერანჟე სონიერი. თუ რა საიდუმლო იყო ეს და საიდან მოდიოდა და ვინ ფლობდა ამ საიდუმლოს მანამდე, ეს რომ გავიგოთ, რამდენიმე საუკუნით კიდევ უფრო ქვემოთ უნდა ჩავიწიოთ და ოქსიტანიაში, სამხრეთ საფრანგეთში ვიმოგზაუროთ ძალიან უცნაურ ხალხთან ერთად. ადრეულ შუა საუკუნეებში საფრანგეთი როგორც ასეთი, როგორცაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, არ არსებობდა. ეს იყო მსხვილი ფეოდალების მიერ დანაწილებული მიწები და მისი სამხრეთი, ანუ სამხრეთ საფრანგეთი წარმოადგენდა ისტორიულ ოქსიტანიას. ასე იცნობდნენ მას ადრე, ასე იცნობენ დღესაც. ოქსიტანია არის უნიკალური ადგილი თავისი კულტურით, თავისი ენით და მუსიკით და ძალიან ბევრი რამით, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს. ოქსიტანია ეკონომიკურად რამდენჯერმე უფრო ძლიერი იყო ვიდრე ჩრდილოეთ საფრანგეთი და ეს არცაა გასაკვირი. ერთი მხრივ მას ესაზღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, სადაც პორტი მარსელი იყო, საიდანაც თავარი სავაჭრო საზღვაო გზები გადიოდა ხმელთაშუა ზღვაში, მეორე მხრივ ეს იყო ატლანტიკა, საიდანაც ვაჭრობა მიმდინარეობდა როგორც ინგლისთან, ასევე პორტუგალიასთან, ესპანეთთან და ასე შემდეგ, თუმცა პორტუგალიასთან და ესპანეთთან მას სახმელეთო გზებიც აკავშირებდა. სამხრეთით ედო ბარსელონა, უმდიდრესი პორტი
და ასევე გზამავრებისკენ, ანუ არაბეთის ქვეყნებისკენ, რომლებიც ასევე ძალიან დიდი სიმდიდრით გამოირჩეოდნენ იმ პერიოდში. ეს ხდება მე-10, მე-11, მე-12, მე-13 ადრეული შუა საუკუნეები. სანამ ჩრდილოეთ საფრანგეთში მკაცრი ფეოდალური წესრიგია და კათოლიკური ეკლესიის დოგმატები არის გაბატონებული ყველა სფეროში, აბსოლუტურად პოლიტიკაში, მეცნიერებაში, მწერლობაში, რა ვიცი, ყველაფერში. სამხრეთში არის სრულიად განსხვავებული მდგომარეობა, აქ არის შედარებით ლიბერალური სიტუაცია, აქ რელიგიური ზედამხედველობის არარსებობის პირობებში ძალიან სწრაფად ვითარდება მეცნიერება, ხელოვნება, მრეწველობა, ოქსიტანია რამდენჯერმე უფრო წინ წასულია, როგორც გითხარით, ვიდრე ჩრდილოეთ საფრანგეთი. მას გაცილებით მჭიდრო კავშირები აქვს, მაგალითად, არაგონის სამეფოსთან, ვიდრე პარიზის გვირგვინთან. და მე-12 საუკუნის ბოლოსკენ ოქსიტანიის მმართველი გახლავთ რაიმონდ მე-6. საინტერესოა, რომ მისი ცოლი არის ინგლისის ცნობილი მეფის რიჩარდ ლონგულის და ეს იმას ნიშნავს, რომ ოქსიტანიას ძალიან დიდი მფარველის სახით ყავს ინგლისი. ინგლისი იმ პერიოდში პერიოდულად ეომება ხოლმე საფრანგეთს და საფრანგეთის მეფე სთავაზობს რაიმონდს, რომ მე შენ გაძლევ 4 დიდ ქალაქს თავისი სამრეწველო და სავაჭრო გზებით და ოღონდ ინგლისის მხარეს არ დადგე, იმიტომ რომ ინგლისი და საფრანგეთი, როგორც გითხარით, პერმანენტული ომის პერიოდში პირობებში არიან. ხან ერთი ესმის თავს იმას, ხან მეორე, ხან დაისვენებენ მე ისევ და ასევე რიჩარდ ლონგული ეუბნება, რომ მოდი რა საფრანგეთის მხარეს ნუ დადგები შენ და მე რაღაცებით დაგეხმარები. ნუ მოკლედ რაიმონდი არის როგორც შოკოლადში ისე ნეიტრალიტეტს იცავს და ორივე მხრიდან დაცულია. სწორედ აქ და ამ დროს აი ესეთი სიმშვიდის და მშვიდობის და ეკონომიკური გაფურჩხვნის პერიოდში იბადება ტრუბადურების, მენესტრელების დახვეწილი კულტურა, სადაც ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ითვლება ზოგადად ტოლერანტობა განსხვავებულობისადმი. განსხვავებული რელიგიისადმი, განსხვავებული სქესისადმი, მაგალითად იგივე ქალები ზუსტად იგივე პოზიციებზე და იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც მამაკაცები. ძალიან საინტერესო ფენომენი არის ტრუბადურობა, მე მის შესახებ უნდა მოგიყვეთ აუცილებლად. ტრუბარ ეს არის ფრანგული ოქსიტანური ზმნა, უпроსორად, რომელიც ნიშნავს პოეტური ტექსტის პოვნას, ლექსის დაწერას, გამოგონებას, შექმნას. ტრუბადურები არ იყვნენ უბრალო ქუჩის მუსიკოსები, ან რაღაც მსახიობები, ან გასართობი მასხარები, არამედ ისინი იყვნენ მაღალი კლასის პოეტები, კომპოზიტორები და თავის დროის წამყვანი ინტელექტუალები. ისინი ძალიან განათლებულები იყვნენ, საუბრობდნენ ესპანურად, ინგლისურად, ოქსიტანურზე, ფრანგულად და ასე შემდეგ. და ეს ფენომენი, როგორც გითხარით, სწორედ ამ პერიოდში მე-11 საუკუნეში იბადება და ძალიან საინტერესოა, რომ თავად აკვიტანიის ჰერცოგი უილიამ მე-9 გახლდათ ტრუბადური. ტრუბადურების კულტურა ჩამოყალიბდა სამი ძირითადი ნაკადის შერწყმით. ეს არის ანდალუსიური, ანუ მავრიტანული, ანუ არაბულ-ესპანური კულტურა, სადაც ძალიან გავრცელებული იყო პოეტური რიტმები და ასევე ქალის პატივისცემის კულტი იყო აბსოლუტური. ეს იყო ანტიკური მემკვიდრეობა, ეს იყო კლასიკური ლათინური ლიტერატურა და ოვიდიუსის სიყვარულები და აი ამ ყველაფრის თავიდან გააზრება და რა თქმა უნდა კელტური ფოლკლორი, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მითოლოგიით, რაინდული ლეგენდებით და აი თავისუფლების და ქალის გულის მოგების ძიებებით და რა ვიცი მთელი საინტერესოა ზოგადად კელტების ფოლკლორი. და საინტერესოა ისიც, რომ ტრუბადურის სტატუსი არ იყო დამოკიდებული სოციალურ წარმოშობაზე. ტრუბადური შესაძლოა გამختارიყო მეწაღის შვილი, ისეთი როგორც თქვა ბერნარ დე ვენტარდონი იყო და შორის რიჩარდ ლონგულიც ტრუბადური იყო. ასე რომ ოქსიტანურ საზოგადოებაში მათ ჰქონდათ სამი ძირითადი ასეთი მიმართულება, ეს გახლდათ დახვეწილი სიყვარულის, ფინამორის კოდექსი, როდესაც მათ ფაქტიურად ძირეულად შეცვალეს ქალის სტატუსი შუა საუკუნეებში. ქალს არანაირი სტატუსი არ ჰქონდა მაშინ. ოქსიტანიაში კი ჰქონდა კი არა, ისინი ერთ დონეზე იყვნენ, სადაც როგორც მამაკაცები და პირიქით უფრო მაღალზეც, იმიტომ რომ მამაკაცს
თავისი რაინდული ქცევი, თავის კეთილშობილური საქციელით უნდა მოეპოვებინა ქალის სიყვარული. მას უნდა ჩაედინა გმირობები, მას უნდა ჩაედინა კეთილის აქციელები, მას უნდა შეძლებოდა კარგი ლექსის დაწერა, კარგი სიმღერა და ასე შემდეგ. ანუ ქალის გულის მოგება ასე არ იყო, შენ ყვავილი მიუტანე და ის უკვე შენია, ალბათ ასეთებიც ხდებოდა, მაგრამ არა, ოქსიდანურ კულტურაში, აი ტრუბადურების კულტურაში იყო სწორედ აი ესეთი რაინდული სიყვარული. ასევე იყო კორტეზია, ესეთი ცნება, ესეთი ტრუბადურები თავიანთი ხელოვნებით ქადაგებდნენ დიდ სულოვნებას, დახვეწილ მანერებს, რელიგიურ ტოლერანტობას, აზრის თავისუფლებას. ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. და ასევე ისინი გახდნენ კრიტიკული ჟურნალისტები, ჟურნალისტ გამომძიებლები, შეიძლება ითქვას თანამედროვე გადასახედიდან, იმიტომ რომ ისინი თავიანთ ლექსებში და სიმღერებში, რომლებსაც თვით მეფეებს და გრაფებს და ჰერცოგებს უმღეროდნენ, ახდენდნენ, იქო სხვა ხალხიც იყო, ახდენდნენ მათი მანკიერებების წარმოჩენას. თუ თქვათ, კორუფციონერი იყო, ან ცოლს ღალატობდა, პირდაპირ ეუბნებოდნენ, ამას პირში ეუბნებოდნენ და ძალიან საინტერესოა, როგორ რეაგირებდნენ აი ეს დიდგვაროვნები ამ ამბავზე. ისეთ ამბავს აწყობდნენ, როგორც გუშინ პარლამენტში მოხდა თუ ჩვეულებრივად აღიქვამდნენ. ყოველ შემთხვევაში არ არის ცნობილი ჩვენთვის. ოქსიდანის დიდებულთა კარზე ტრუბადურები ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და სწორედ ამ ლიბერალურ გარემოში გაიზარდა ერთ-ერთი წამყვანი და სახელგანთქმული ხელოვანი ფელკ ფელკი მარსელიდან, რომლის სასიყვარულო ლექსები და მელოდიები მთელს ევროპაში იყო ხიტებად, იმდროინდელი ხიტები იყო. და წარმოიდგინეთ, რომ ეს კაცი, რომელიც ქადაგებდა ტოლერანტობას, განსაკუთრებით რელიგიურ ტოლერანტობას, ხდება ტულუზის კათოლიკე ეპისკოპოსი, უკვე 50 წელს რომ მიაღწევს და თავისი ყოფილი კოლეგების, მეგობრების და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წმინდა ინკვიზიციის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ფანატიკური იარაღი. მასზე ჩვენ გვექნება საუბარი თუ რეები ჩაიდინა ამ ერთ დროს ძალიან ტოლერანტმა და კეთილმა ადამიანმა. სანამ ტრუბადურები თავისუფლებას მღეროდნენ, რეგიონში სულ უფრო მეტად მწიფდებოდა პროტესტი ოფიციალური კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. კათოლიკური ეკლესია იმ პერიოდში იმყოფებოდა ღრმა კრიზისში, რასაც თავად პაპი ინოკენტი მესამეც ღიად აღიარებდა. ლატერანის კრებაზე მან პირდაპირ განაცხადა, რომ ხალხის ზნეობრივი გახსნის მთავარი მიზეზი გახლავთო სამღვდელოების კორუფცია და ამ კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება გახლდათ საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა, ანუ იგივე სიმონია, ასე ეწოდება მას. მაგალითად, ნარბონის მთავარეპისკოპოსი ბერენჯერ მეორე, ბერენჯერ დე ნარბონი, რომელიც რეგიონის პრიმასი იყო, წლების განმავლობაში არც კი სტუმრობდა საკუთარ ეპარქიას. თუმცა უზარმაზარ გადასახადებსა და საეკლესიო მეათედს რეგულარულად აგროვებდა და პაპმა ინოჩენტო მესამემ მას ერთ-ერთ წერილში მუნჯი ძაღლი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გაუმაძღარი და საკუთარი მუცლის მსახური მწყემსი უწოდა. ასევე იყვნენ სხვა ეპისკოპოსებიც, რომლებიც მეთოდურად ანგრევდნენ კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს. ასევე ეს სასულიერო პირები გამოირჩეოდნენ ისევე როგორც ვთქვათ, დიდებულები, საერო დიდებულები, აღვირახსნილი ფუფუნებით, სანამ სოფლის მაცხოვრებლები და სოფლის მღვდლები და ესეთ უბრალო მღვდლები ძლივს აბავდნენ თავს, რომ დღიდან დღემდე საჭმელი ეპისკოპოსები მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდნენ და არაფერს არ იკლებდნენ ქალების და ახალგაზრდა ბიჭების ჩათვლით. და ამ ექსტრავაგანტული ცხოვრების წესის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ეგრეთ წოდებული ინდულგენციები. ზოგადად საოცარი მოვლენა არის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. მიდიხარ მღვდელთან და ეუბნები, რომ კაცი მოუკარლე. რაღაც აშინელება ჩავიდინე. კი ბატონო, გადამიხადე 50 ევრო, ეშენ გაძლევ ქაღალდს, რომელსაც ქვია ინდულგენცია და იქ გიწერ, რომ თვის წინაშე ხარ მართალი, აბატონო შენ ქაღალდი, მაიტა ფული.
ნუ რა თქმა უნდა, იქ რანჟირება, სადაც ჭიქა გამივარდა ხელიდან და ღვინო დამექცა, იმაზე ალბათ 50 ცენტია ინდულგენცია, მაგრამ კაცის წყლელობაზე ალბათ 10,000. ყოველ შემთხვევაში ეკლესია ჭკუაზე არ არის იმდენი ფული აქვს. სწორედ ინდულგენციების საშუალებით. ანუ ფაქტიურად ფულით შენ სულის ხსნას ყიდულობ. ესეთ გაზულუქებული მესვეურები არ კმაყოფილდებიან იმ მიწებით, რაც აქვთ, ისინი იტაცებენ, გლეხებს ტაცებენ მიწებს. გლეხები იძულებულები არიან ქალაქში წავიდნენ, ქალაქში ისინი არავის არ ჭირდება, ტრაგედიით მთავრდება ეს ყველაფერი. ეკლესიები ასხდებიან სასმელი წყლის რესურსებს, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის სხვა შორის საკმაოდ ძალიან დეფიციტური არ არის, მაგრამ დეფიციტურია და წყალს ყიდიან. წყალს, რომელიც ყველასია აბსოლუტურად. ამაზე სხვა შორის მათივე პოლიცია ახორციელებს ზედამხედველობას. ურჩევს, ვინც ეურჩება ამ ამბავს და მიიპარება და ღამით წყალს მოიპარავს, ერთ დოქს წამოიღებს, სახალხო გაროზგვა ელოდებათ. ანუ აი ასეთ სულიერ ვაკუუმში არის სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა, უბრალო მოსახლეობა, სხვა შორის უბრალო გლეხებიდან დაწყებული უმდიდრესი დიდებულებით ჩათვლით, ისინიც განათლებული ხალხია და არ მოსწონთ ამ ნახევრად განათლებული ადამიანების ბოგინი. ისინი მხარს უჭერენ ახლად გამოჩენილ ალტერნატიულ რელიგიურ მოძრაობას, რომელიც ისტორიაში შედის კატარების, ანუ ალბიგოელების სახელით. მოსახლეობაში მათ კეთილ ადამიანებს ეძახიან. ოფიციალური ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის ვერსიით, ეს იყო უმძიმესი ერესი, რომელიც რაც ძალიან საინტერესოა, იქ ადგილობრივად კი არ აღმოცენდა, აღმოსავლეთიდან მოვიდა საფრანგეთში.